საღამო მშვიდობისა ძვირფასო მეგობრებო, ქართველთა დიდი გაერთიანება ახლა ჩვენ ვიმყოფებით ვაჟა-ფშაველაზე, საგანგებო ეთერი გვაქვს, პირდაპირ ეთერი, მოხდა აღმაშფოთებელი ფაქტი, ისეთი ფაქტი, რომელიც მთელმა ქართველმა ერმა უნდა დაგმოს. ის რაც მოხდა გორში, ის კიდევ არაფერი ამასთან, რაც ამ 8 წელ მოშცილ ქალბატონს დენიზა სუმბაძეს დამართეს, აი ამ ეგრეთ წოდებულმა საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა და მე ბევრს არ შეგაწყენთ ჯერ თავს, პირველ რიგში მე გადავცემ სიტყვას მის ვაჟს ნოდარს, იგი ისდა საჭესთან, რა მოხდა ჯერ ახსნას და შეფასებებს შემდეგ გავაკეთებთ. გთხოვთ ბატონო ნოდარ, აი რა მოხდა, დედა რატომ არის ესეთი ტრანსფერებული, რომ მიანათეთ ერთ მანქანიდან ვერ გადმოდის ქალბატონი დენიზა სუმბაძე. ამხელა დამსახურება ერის წინაშე, ქრისტიანობის წინაშე, სარწმუნოების წინაშე, საქართველოს პირველი რესპუბლიკის პრეზიდენტის და საქართველოს ეროვნული გმირის ზვიად გამსახურდა და მერაბ კოსტავას უახლოესი მეგობრის და თანამებრძოლის აი ასეთ დღეში ჩაგდება, ჩვენ ამას აღარ მოვითმენთ, სულ სხვა გზით მიდის აი ეს სისტემა, უკვე პირდაპირ დასჯაზე გადმოდიან, ამიტომ ეხლა მოისმინეთ ჯერ და შეფასებებს კიდევ მერე გავაკეთებ. ბატონო ნოდარი ვაჟი არის ქალბატონი დენიზა სუმბაძისა, გთხოვთ აი რა მოხდა კონკრეტულად. რა შეესაბამება, მე თვითონ ჩემ Facebook-ზე არაერთხელ მყავს გამოქვეყნებული თვითონ საპატრულო სამსახურის და პოლიციის საქმიანობა რიგითი მოქალაქეების მიმართ, რომლებსაც ისინი, ასე ვთქვათ, დევნას ეწევიან. და რა ფორმის დევნას ეწევიან? აი მაგალითად აირჩევენ პიროვნებას, გამოდის ეს პიროვნება სახლიდან მანქანით, მიდის დაუშვათ თავის სამსახური იქნება თუ მეგობარი იქნება თუ სადაც არის და გზაზე რომ მიდის, ესე იგი ჯერ შეხვდება ერთი პატრულის მანქანა, მერე გაივლის 50 მეტრს კიდე მეორე, მერე კიდე მესამე, მერე მეოთხე და შეიძლება მაგალითად სანამ აქედან დანიშნულების ადგილზე მიხვალ შეხვდეს, რა ვიცი, ერთი 10, 15, 20 შეიძლება მეტი პატრულის მანქანა. არა აქვს მნიშვნელობა, ესე იგი n რაოდენობის, რაც არ არის შემთხვევითი. და ეს არის განგები და ხდება ადამიანის შეურაცხყოფა და გაღიზიანება. და აქ არის გათამაშება, რომ ვითომ ეს ხალხი თავის გზაზე მიდის და სინამდვილეში ეს არის მიზნობრივი შეურაცხყოფა. ზუსტად ესეთივე რამე მოხდა იმ დღეს და წინა დღეს. მოხდა ესე იგი ზუსტად ესეთივე მე ქალაქში მოძრაობდი, ესე იგი ბოდიში და ერთხელ გაგივლიან, ორჯერ, სამჯერ, 4ჯერ, 5ჯერ, იქ დაკვდებიან, აქ დაკვდებიან, იქ ჩახვალ, იქ დაკვდება. და ბოლოს რომ მოვდიოდი, ესე იგი კუმისიდან მოვდიოდი და მანდაც რამდენიმეჯერ შემხვდა და ბოლოს წინცაძის ქუჩაზე დამედევნა ეს ვაჟბატონი, არ ვიცი ვინ იყო სახელი და გვარი და გამაჩერა და გადმოვედი და უთხარი რომ რა გნებავთ მეთქი, თქვენ მეთქი ხართ მოგზანილი ხალხი და დავალებით ახარ მოსული და არა იმიტომ მეთქი რომ მე რაღაცა შემეშალა და დავარღვია და შევყევით ამაში ლაპარაკში შევედით. და გაღიზიანებული ვიყავ, იმიტომ რომ მამას მიყავ ხარ ამ ხალხს. აქ ამ კონკრეტულ ამ ეკიპაჟზე არ არის. ამ ეკიპაჟებს მართავს კონკრეტული ძალა, რომელიც ზის საპატრულო სამსახურში ან შინაგან საქმეთა სამინისტროში, რომელიც აი ამ ხალხს ბოროტად იყენებს. ხო და ნუ ესე იგი შევყევით ლაპარაკში და ამ კამაჩში და ამ დროს ესე იგი მეც უთხარი რომ არ ვიცი, რაღაც უთხარი რომ თქვენ მეთქი ძალიან ცუდი ხალხი ხართ მოკლედ და 1000 რაღაც. ხო, მე დედაჩემიც გადმოვიდა და იმანაც უთხრა და აღარ მახსოვს მოკლედ რომ წავიდნენ და ჩაჯდნენ უკვე, არ ვიცი, შევიგინე რა ვქენი და გადმოხტენ იქიდან, მომოარდნენ დამიწყეს როგორც რეციდივის რო იტყვიან კაჩაობა თუ რა ქვია ამას, ჯაჯგური. ამ დროს გადმოვიდა დედაჩემი და ხალი წააქციეს აგერ მანქანასთან, ხალი წააქციეს ისე რომ ვეღარ ადგა და სიარულის პრობლემა აქვს სერიოზული. ხო და თავისუფლად შეიძლება და 97 წლის თავისუფლად შეიძლება მოსულიყო და ეთქვა რომ შენ დაუშვათ რატო შეიგინე და დაკავებული ხარ ან რაღაცა და არავინ ბოდიში და იმას მუშტიკრიფს არ უწყებდა. აი ესენი მოიქცე როგორც მხეცები, პირდაპირ მნიშვნელობით, როგორც აკეთებენ, არიან ესენი მხეცები. ამიტომ თუ მისთვის ვიღაცის შეგინება არის შეურაცხყოფა, ჩემთვის ეხლა ამ ხალხს რაც გაუკეთეს ეს რამხელა შეურაცხყოფაა, ხო? წავიდნენ ეხლა და აგონ პასუხი თუ სამართალდამცავები არიან ზუსტად ისე როგორც იმსახურებენ. ხო და საერთოდ ზოგადად მე მიმაჩნია რომ საქართველოში ცხოვრება ამ ხალხის გამო არ შეიძლება.
აქ კონკრეტულად ამ ეკიპაჟზე არ არის საქმე. ეს ეკიპაჟი არის გამოყენებული, ეს არის ერთ-ერთი ეკიპაჟი იმ სხვა ეკიპაჟებთან ერთად, რომელიც 1000 საშინელებას ჩადის. დაავალებენ, გააჩერებს მანქანას აქვს, დაავალებენ, იქ გააჩერებს მანქანას, დაავალებენ, შენი სახლის წინ გააჩერებს საპატრულო მანქანას, დაავალებენ ქუჩაში რო გახვალ ბოდიში და ხან ერთი გაგივლის, ხან მეორე, ხან მესამე, ხან ეს არის ბოდიში და ჩამოყალიბებული დანაშაული. და ამას პატრონი არ აყავს. არა ყავს კი და აი ეს ამათი საქმიანობა ეს იწვევს ამ უბედურებას და დღეს ეს ხალხი დგანან და მე დამაკავეს იმის გამო რომ ვითომ ესე იგი ეს წმინდა ხალხი მოვიდნენ გამაჩერეს მე დარღვევა გავაკეთე და მე თურმე დედაჩემთან ერთად გადმოხვდი და გინება დაუწყე და გავლანწყე და გავთათხე ეს აბსურდია მე ახლა ქალბატონ დენიზასთან გადავალ სიტყვით და პირველ რიგში მინდა ვთხოვო მთელ საზოგადოებას მთელ ქართველ ხალხს გააზიარეთ მაქსიმალურად მეგობრებო ეს უნდა დაგმოს თელმა ქართველმა ერმა რომ ხვალ და ზეგ პირდაპირ სროლაზე გადმოვლენ ჯერ თქვენი თქვით არა მიეც ქალბატონ დენიზას რომ დაუჭირო კისმად გენაცვალე თქვენ მინდა რომ თქვა ნუ ახლა თქვა ბატონმა დავითმა ჩვენ მივყენებით აქ ეზოში ვართ ქალბატონ დენიზას უმბაძესთან უაღრესად ღირსეულ ადამიანთან ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის სათავეებთან რომელიც იდგა და ნამდვილად განა ერთ-ერთი და ეს ყველაზე ალბათ უახლოესი მეგობარი იყო ბატონი ზვიადის და ბატონი მერაბის ამავე დროს უდიდეს ქრისტიანული მორალის მატარებელ ქალბატონთა და უნიჭიერეს ღირსეულ ქალბატონთა და რაღაცა მოხდა ისეთი რამ რაც მე როდესაც მომიყვე მე ვერ დავიჯერე თავიდან და მაინტერესებს ახლა მე არც შევკითხი ვარ ქალბატონ დენიზას ჩვენ დიდი ხნის მეგობრები ვარ არც შევკითხი ვარ ქალბატონ რა მოხდა ზუსტად და მაინტერესებს ქალბატონ დენიზა რა მოხდა იმიტომ რომ არ ვიცი მე ახლა და შემდეგ ვიტყვით ერთ-ორ სიტყვას ქალბატონ დენიზა სახში ვეღარ არის არა ვერ არის ეს იტყვის ყველაფერი მე არ მინდა წინასწარ რომ გავაკეთო ესეთი შეფასება თვითონ შეაფასოს ქალბატონ დენიზა დამერწმუნეთ ყველას ერთად რო შეგვიძლია შეფასება ქალბატონს მეტი შეუულია მარტივად ქალბატონ გისმენთ ქალბატონ დენიზა ჩემო ძვირფასო ადამიანებო ჩემო უსაყვარლესო ადამიანებო ჩემო საყვარელო ხალხო ჯერ ერთი პირველ რიგში მინდა ბოდიში მოგიხადოთ რომ ვერ მიგიღეთ სახლში სტუმრად იმიტომ რომ მე თვითონ ჩემ სახლში ასვლის საშუალება არ მაქვს ფიზიკურად ტრაუმირებული ვარ ის იმდენად ცუდად რომ ვერ ვდგები ფეხზე და მინდა რომ გითხრათ უღრმესი მადლობა რომ მობრძანდით პირველ რიგში უღრმესი მადლობა ამ თანაგრძნობისთვის და პირველ რიგში რა უნდა გითხრათ იცით რომ ეს მოვლენა რომელიც მე გადავიტანე ახლა ჩემი ასაკის ადამიანს ბევრი რამ აქვს გადატანილი ასეთი მსგავსი რამ არ წარმომედგინა უნდა გითხრათ მე ვერასოდეს ვერ წარმოვიდგენდი რომ ქართველი მამაკაცი მე მაკადრებდა იმას რაც მაკადრეს ამ თავდასხმის დროს რომ ქართველი მამაკაცები ჯერ ერთი ჩემი მანიფესტი უნდა გითხრათ რომ საქართველოში ყველა ქალი დედოფალია და ყველა კაცი მეფედ არის დაბადებული თუ ის ნამდვილი ქართველია ვაბობ და ამაში მე ვგულისხმობ ძალიან დიდ არისტოკრატიზმს რომელიც გამოჩენილია საქართველოში ქართველ მამაკაცსა და ქალებისადმი დედებისადმი საერთოდ და ესეთი რამ რომ საქართველოში მომხდარიყო რომ შვილს დედა მიყავს სახში დედა რომელიც დახეიბრებულია და ოპერაცია გაკეთებული და შვილის გარეშე ვერ დადეს ფეხზე და იმას გამოაცლიდან ესე გამოაცლიან მანქანიდან და ცემას დაუწყებენ თქვენო შეცდომა დაუშვითო იბა რა შეცდომა უნდა დაუშვას მოძრაობის ჩემმა შვილმა რომელიც ჯერ ერთი მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადე პირველი კლასის მძღოლია არაჩვეულებრივი წესრიგის დამცველი
სამჯერ ჩამომიყვანა ევროპიდან. ერთი პარიზის მოხსენების შემდეგ ორჯერ ჩამომიყვანა გერმანიიდან. არაფერი არ შეშლია და არავის არ გაუჩერებია, რომ რამე წესი დაარღვია. და როგორ დაარღვია ჩემმა შვილმა მოძრაობის წესი, როდესაც სახლში მოდის იმ გზით, რომლითაც წლების განმავლობაში არის ნასიარულები და თან მოვდივართ წმინდა გიორგის ღამეს, რომ ის არის ლომისობა და გვეჩქარება, რომ წავიდეთ და ღამე გავათენოთ და ვილოცოთ. და საერთოდ როგორ შეიძლება, რომ ადამიანები დაიჭირო ლომისობა ღამეს და ციხეში ჩასვა, ეგეთი რამე არ გამიგონია. და არც ამათ, არც ლომისობა იციან, არც ღმერთის სწამთ, არც მორალი აქვთ, არც დედის პატივისცემა იციან, არც უდანაშაულო ადამიანის, კაცო, ეს რა საშინელებაა ხალხო. ეს არის სიმბოლო, მთელი ეს მოვლენა არის დღევანდელი საქართველოს რაობის. ნუ ეწყინება ნურავის, ნურც ჩემ მთავრობას, ნუ ეწყინება. თუ დენიზა სუმბაძეს იმისთვის ებრძვიან და იმისთვის დაუწყეს ცემა ჩემ შვილს, რომ მან აღარ მომიაროს და ჩვენ დედაშვილი გაგვანადგურონ, სირცხვილი მაგათ. რა გვჭირს მე და ჩემ შვილს მილიციონერების და მილიციის თავდასხმის საბაბად? ხალხო, გამაგებინეთ ერთი. ჩემი შვილი, რომელიც 24 საათი ლოცულობს, მეტანებს აკეთებს, დღესასწაულს ეკლესიაში არ სტოვებს და დედამის სულის, რომელიც უსამართლოდ და უღირსად მოუწყეს ისეთი რამ, რომ ეს ღვთით დაჯილდოებული ჯანმრთელობით, ესე იგი ვენაცვალე უფალს, რომ მე მთელი ჩემი სიცოცხლე არასოდეს არაფერი არ მდგებია, უძლიერესი ვარ ჯანმრთელობით და ეს ადამიანი წამაქციეს ჩემ აგარაკზე და ბარემ იმასაც გეტყვით, საიდან დაიწყო ეს თავდასხმა. ეს დაიწყო 2 წლის წინ, რომელმაც ჩემი ოპერაცია გამოიწვია. ღამის 4 საათზე. ღამის 4 საათზე. ჩემი ალალი ბიძის, მამა ჩემის ძმის სახლში მეორე სართულზე, დუშეთში ვისვენებთ, ზაფხულია, ოქტომბრის თვეა, სპორტულ ფორმაში ვართ, არაჩვეულებრივად დასვენებულები ძვირფას ჰაერზე და ღამის 4 საათზე მაღვიძებენ და ვიღაცის ხმა აი ეს მიკროფონის ფორმით მეუბნება, სასწრაფოდ დატოვეთ ბინა, თორემ ხიფათი გელით. რატო უნდა მელოდოს ხიფასი ჩემ სახლში? ხო უნდა დაისვას შეკითხვა. ან ვისგან უნდა მელოდოს? და შემეშინდა უნდა გითხრათ. ღამის 4 საათია. მე ვწევარ საძილე ოთახში, ნოდარი წევს ერთგვარ ზალას რო ვეძახით ჩვენ სასტუმრო ოთახში და წამოვარდი ისეთი შეშინებული და აფორიაქებული, რომ ეგონა რომ ფლოსტებში წავყავი, ფეხით ურმე ხალიჩის ქვეშ შემიდგია და დავეხეთქე ამ ხალიჩაზე. და ისე დავეხეთქე, რომ ფეხი მოვიტეხე. და წამიყვანეს სასწრაფოთი და მეორე დღეს გამიკეთეს ოპერაცია. ჯერ ის ვერ მოვითავე და ბარემ იმასაც გეტყვით. რამდენიმე დღე გავიდა და მე მესტუმრა ერთი ქალბატონი, ჩემთვის უცნობი ქალბატონი, იქნება არ უნდოდეს იმას, რომ მე დავასახელო მისი გვარი და სახელი, მაგრამ მე საჭირო შემთხვევაში მე თქვენ გეტყვით სახელსაც და გვარსაც და მოვიდა და მითხრა, ქალბატონო დენიზა, თქვენ მოგიწყვეს შავი მაგიის აქცია. მე როგორც გინდათ ისე გაიგეთ. გავიდა იმის შემდეგ 2 წელიწადი წყალობ, ოპერაცია გავიკეთე, მინდა მოვირჩინო თავი, 2 წელიწადი ვერ მოვირჩინე ამ ჯანმრთელ სხეულმა. რა გააკეთეს ისეთი, რანაირად წავიქეცი ისე და რა მოხდა ისეთი ჩემ სხეულში, რომ ეს 2 წელიწადი
მე ვერ დავდექი ნორმალურად ფეხზე და დავდივარ ტროსტით. და ეხლა ამ ახალი თავდასხმის დროს, როდესაც მოვდივართ მე და ჩემი შვილი, რამაზ ბეჟაშვილი საგარაკიდან ნაცი ამოვნები და ეხლა მივდივართ ღამის გასათევად ლომისობაზე, გვაჩერებს პოლიცია სახლთან მოახლოებულებს იმაზე საბურთალოს ქუჩაზე, ეხლანდელი ცინცაძის ქუჩა. ხო და ჩემ შვილს ეუბნებიან, ესო გადმოდიო და თან დაუწერეს ჯარიმა, რომ თქვენო წესრიგი დაარღვიეთო. იმისთან არ რთული გზა გამოვიარეთ კუმისის ტბიდან. იქ არ დაურღვევია არაფერი და აქ ყოველდღე რო სახლში მოდის მანქანით, იქ რა წესები დაარღვია, საინტერესოა ერთი თქვენ მითხარით. ეს ხო გამოგონილი ამბავია. და ჩემმა შვილმა რო დაუწყო თავის მართლება და უთხრა, რომ მე ვიციო წესებიო და არ დამირღვევია არაფერიო, როგორ თუ შენ რო უარს ამბობო, ადგენ მოკიდეს ხელი არც შერცხვად გაათრიეს მანქანიდან და დაუწყეს ცემა ხალხო. ეგეთი რამე არ გამიგონია და არ წარმომიდგენია ეს რა შეიძლება. ეს ვინ არიან? ეს პოლიციელები წესრიგის დამცველები არიან თუ ბანდიტები არიან? ეს ანდა თან ამ უდანაშაულო ადამიანებს რას გვერდჩიან? რა უნდათ ჩვენგან, ესე იგი ეს გააკეთეს. მოვდივართ ჩემი მეგობრის აგარაკით ნასიამოვნები. მერე მოვდივართ იმისთვის, რომ ჩემი ქვეყნისთვის წმინდა გიორგისთან ვილოცოთ და გამოიყვანეს დამნაშავე ეს ჩემი შვილი, ისე რომ მაგრა უნდა სცემონ. ეხლა მე მოძრაობა არ შემეძლო, ეხლა სულ არ შემიძლია, მაგრამ მაშინ ფეხით გადმოსვლა შემეძლო, რომ გადმოსულიყავი ტროსტი და გადმოვარდი ტროსტით. შეიძლება მე ტროსტი დამერტყა მე პოლიციელისთვის, არ ვიცი რა დამემართებოდა. და აქედან უყვირი მეორე მხრიდან, რა გინდათ ჩემი შვილიდან, რატომ სცემთ, რა გინდათ ჩემი შვილიდან? და მე ალბათ მივახეთქე, რომ გაგიხმათ ხელები, გაჩერდით ყვირი და ამ დროს წამოვიდნენ ჩემ ხარეს, მე მგონი ჩემ საცემნელად. და რო დამეჯახა ეს მთელი ტალღა და ეს ტროსტი გადამიბრუნდა, ვეღარ შევიკავე თავი და დავეხეთქე ასფალტზე. ზუსტად იმ ადგილზე, სადაც ნაოპერაციები ვარ და ისეთი მძიმე ტრავმა მივიღე, რომ ფეხზე ვეღარ დავდექი და ხალხი გამოვიდა, სახლებიდან გამოვიდა იქ საბურთალოს ქუჩაზე და ამაყენეს და სახლიდან გამოიტანეს სკამი და დამსვეს. და თვითონ ეს სცენა რო დაინახა პოლიციამ, ადგენდა და გამოიძახეს სასტრაფო დახმარება. მოვიდა სასტრაფო დახმარება და მეუბნება და მომიტანეს ეს ნასილკა რო ქვია, ესე იგი და უნდა დამაწვინონ და წამიყვანონ. და მე უთხარი დიდი მადლობა რომ შეწუხდით მეთქი, მაგრამ მე რამ კოსტავას მეგობარი გახლავართ მეთქი და სასტრაფო დახმარებებს არ ველნდობი მეთქი. და დიდი მადლობა რომ მობძანდით. კარგად ბრძანდებოდეთ. და მითხრეს რომ მოგვიწერეთ ხელიო რომ უარს ამბობთო. მე უთხარი დიდი სიამოვნებით, რამდენსაც გინდათ იმდეს დაგიწერთ. მე მეთქი თქვენ ამ სახელმწიფოს ნაწილი ბრძანდებით თქო. და მე თქვენ ვერ გამოყვებით მეთქი მოსარჩენად. ასე გავისტუმრე სასტრაფო დახმარება. და მე რამე ექნა არ ვიცოდი, ქუჩაში ვარ, ესე იგი მარტო ვარ უკვე. მანქანა წაიყვანეს, ეგ დამავიწყდა რომ მეთქვა თქვენთვის. მანქანას წაართეს ნოდარს. თან ჩემი ტელეფონი მანქანაში იდო და იმის ძალა არ მქონდა რომ ტელეფონი ამეღო. ვეკითხები ხან ერთს ხან მეორეს, ხალხი მახვევია გარშემო და იქნებ მეთქი მიპოვოთ ჩემი ტელეფონი. და როგორღაც იპოვეს და დაურეკე ჩემ ძმას. მე უთხარი კარლო, ქუჩაში ასპალტზე წამაქცია პოლიციამ და სასტრაფოდ მოდი, მე უთხარი. და სასტრაფოდ ჩემი ძმა და ჩემი ძმისშვილი
გამოვარდნენ კოჯორიდან, კოჯორში იყვნენ. მეტი ტელეფონები ზეპირად არ ვიცოდი. ხო და ამით გავედი, ასე ვთქვათ, იოლას რომ მოვიდნენ გულგახეთქილები, ხო და ამიყვანეს, ხელით ამიყვანეს და ისე დამცვეს მანქანაში. მე თვითონ ვერავდიოდი, არ შემეძლო, არც ერთი ნაბიჯის გავლა არ შემიძლია ეხლა ისეთ მდგომარეობაში მაქვს ფეხი. ჩემო ძვირფასებო, ჩემო საყვარელო ხალხო, ჩემო სანუკვარო ადამიანებო, ეს არის მთელი ეს ეპიზოდი. ეს არის სიმბოლური ეპიზოდი ჩვენი სახელმწიფოს მდგომარეობის. ეს არის სიმბოლო ჩვენი დღევანდელი სახელმწიფოსი. ესენი არიან სახელმწიფოს მცველები, აი ესენი, რაც მე გამიკეთეთ და ჩემ შვილს. წარმოგიდგენიათ, რადგაც უკან ის სახელმწიფო, რა სახელმწიფო უნდა იყოს. ის ხო სახელმწიფო არ არის ხალხო. და უნდა გითხრათ, რომ ძალიან მკვეთრად ჩემ ცნობიერებაში დატრიალდა იმ წუთში ჩემი გამოსვლა. 2 დღის წინ გამოვედი, სანამ ეს სცენა მოხდებოდა, მიწეული ვიყავი ვაჟა ეგრისელის აკადემია ქალდეაში. მიწეული ვიყავი და მომცეს სიტყვა და ჩემი პოზიცია, ასე ვთქვათ, ჩემი ქვეყნის ფენომენის შესახებ დავაფიქსირე საკმაოდ ახალი არგუმენტებით. და როდესაც მე მაგათ ეს მაკადრეს რატომღაც გამახსენდა, რომ ესენი არიან ძალიან გამწარებულები ჩემი მოხსენებით. და იმ მოხსენებას კიდე წინ უძღოდა კათარზისის მიწვევა. კათარზისის ცნობილი საქველმოქმედო საზოგადოება როა რამდენიმე დღის წინ იმათ მიმიწვეს მოხსენებისთვის და როდესაც მე დავთანხმდი, მომთხოვეს რომ ჩემ მოხსენებას და ჩემ საუბარს ჩემ ხალხთან, სადაც მე ძალიან გულწრფელი უნდა ვიყო, დასწრებოდა ასეთი პიროვნება. ერთ-ერთი ებრაული მოსახლეობის წარმომადგენელია ჩვენი 26 საუკუნოვანი მეგობრობის ალექსი ქოჩიაშვილი. ხო და მთხოვეს რომ თუ შეიძლება თქვენ მოხსენებას დაესწროსო ალექსი ქოჩიაშვილიო. და მე ძალიან შევშფოთდი, უნდა გითხრათ, არ მოველოდი ამას, იმიტომ რომ სად კათარზისი და სად რაშუაშია ალექსი ქოჩიაშვილი. თურმე ალექსი ქოჩიაშვილმა დაიპყრო კათარზისი ჩემზე წინ და ეხლა მე მიწვევენ. და ეს არის მათი კონსულტანტი, რომ აუხსნას რა ხდება საქართველოში და როგორ უნდა მოიქცნენ ჩვენი დედები, ხნიერი დედები. და თქვენ წარმოიდგინეთ, ალექსი ქოჩიაშვილი არის ავტორი წიგნისა, რომელიც მე წაკითხული მაქვს და რომელიც ასე თავდება: საქართველოს დაალაგებს ანტიქრისტე. წარმოიდგინეთ თქვენ, ეხლა მე მთავაზობენ რომ ასე ვთქვათ, მათი კონსულტანტია თურმე ქოჩიაშვილი და მთავაზობენ რომ მივცე ნებართვა, რომ ის დამესწროს მოხსენებაზე. და მე ვერ შევძელი დათანხმება, იმიტომ რომ მე ვიცი მისი სურვილები რას ნიშნავს ინფორმაციის გატანის. და მან ადგა და ის, რაც ვერ მოისმინა ჩემგან იმ დედებთან, კათარზისის დედებთან, ის მოისმინა აკადემია ქალდეაში. და აკადემია ქალდეაში მე განვაცხადე, პირველად უნდა გითხრათ, რომ საქართველოს ფენომენი არის სოფლიოსთვის შეუსწავლელი და უცნობი. და როდესაც ლაპარაკია ჩვენ ისტორიაზე, როგორც ქალდეველების ისტორიაზე, და სიტყვა ქალდეველები უნდათ რომ განმარტონ, ინგლისელი ავტორები, მეცნიერები წერენ, ისინი არიან, ეს არიან, it's unknown,
ეს არის ეს ტერმინი არისო გაუგებარიო. წარმოიდგინეთ დღესაც. მაშინ, როდესაც ქალდეული ორაკულები არსებობს ფილოსოფიის ისტორიაში, როგორც ფილოსოფოსების ძალიან დიდი ტალღის, უძლიერესი ტალღის, ნეოპლატონიზმის სახელწოდებით ცნობილი ფილოსოფიური მოძრაობის, მათი ბიბლია, ფილოსოფოსების ბიბლიად რო გამოცხადდება ქართული ცნობიერებით შექმნილი თხზულება ფილოსოფიური, რომელიც სათავეს უდებს კაცობრიობის ფილოსოფიურ შემეცნებას და ის არის ქართველი ხალხის თხზულება, ის არ უნდა იცოდეს ქართველმა ხალხმა და ის უნდა დაუმალონ და მე რამდენადაც გავეცანი ქალდის და შევძელი რომ ვიცოდე რა არის ქალდეული ორაკულები, მე დღეს თავს ნებას მივცემ და ქართველ მაყურებელს და მსმენელს ვეტყვი, ჯერ ერთი მასში საკმარისად არის პოეზია და საკმარისად არის ფილოსოფია და შემეცნების ისეთი დონია მიღწეული, რომელიც კაცობრიობას სათავეს უქმნის აზროვნებისას, რომ ვინ არის ადამიანი და ვინ არის სამყარო და ღმერთი და ქალდეული ორაკულებით იწყება კაცობრიობის აზროვნება და ქალდეული ორაკულები როგორც თხზულება არის უძვირფასესი და უმაღლესი დონის იმ დონეზე, რომ ჩვენთვის ქართველებისთვის უნდა ვიცოდეთ, ის ვეფხის ტყაოსანზე ნაკლები არ არის თუ მეტი არა და ჩვენ ამას გვიმალავენ. მე ამით გავამწარე, შეიძლება მე ამით გავამწარე დღეს მსოფლიოს ახალი წესრიგის წამყვანი სიონისტები ამას უმალავენ მსოფლიოს, რომ ქართველი ერი არის კაცობრიობის ფილოსოფიური წინამძღოლი. ქართველი ერი არის ის ერთადერთი ერი, რომელსაც მსოფლიოს საკმაოდ მაღალი დონის და მაღალი შესაძლებლობების, ინტელექტუალური შესაძლებლობების ბერძნული ხომალდი ესხმის თავს იმისთვის, რომ ქართული სიბრძნე წაიღოს იქ. და ვერ დამისახელებს კაცობრიობა ვერც ერთ ქვეყანას, რომელსაც იმ სიბრძნისთვის ესხმიან თავს. მათ ეს შეიძლება ერთ-ერთი ბელგიელი ავტორი წერდა, როგორ მოხდაო, რომ ადამიანის უფლებები მაინდა-მაინც იქ ირღვევა, სადაც ბევრი ნავთიაო. შეიძლება ნავთისთვის დაესხან თავს. მაგრამ სიბრძნისთვის, რომ სოფლიო გადაირიოს და რომელიღაც ქვეყანა აირჩიოს, ასეთი ისტორიას მხოლოდ საქართველო ახსოვს. ამიტომ ვერ იტანს დღევანდელი მსოფლიოს ახალი წესრიგის წამყვანი ძალა იმ ფენომენს, რომელსაც ქვია საქართველო, იმ თხზულებას, რომელსაც ქვია ქალდეული ორაკულები და ქალდეული ორაკულები მე ხელსავდებ, მაგათი დაკარგულია და მაგათ დაუმალეს მსოფლიოს და მსოფლიო გახდა იძულებული მეცნიერები, მთელი ევროპა, მთელი ამერიკის ნამდვილი ღირსეული მკვლევარი შემეცნებელი მეცნიერები დაიზრენ ქალდეული ორაკულების აღსადგენად. ეს როგორ შეიძლება ქართულ ხალხს დაუმალო? როგორ შეიძლება მე კიდე ერთი ვეფხის ტყაოსანი მქონდეს და მე ის და დამიმალონ, დამიკარგონ, მერე მსოფლიო ეძებდეს იმის დედანს ციტატებით და მე არ ვიცოდე ეს. მადლობა ქალბატონ დენიზა, ჩვენ მაგ თემაზე მოვიცით, აუცილებლად უნდა ეხლა ბატონი არა, რა საჭარბებ ქალბატონ დენიზა, მე საერთოდ კარგად იცით რაღაცის შესახებ შემილია საუბარი, მაგრამ თქვენ რო უნდა გადმოგცეთ ხოლმე, აღარ ვიძახი, ვიცით რომ თქვენ შეგიძლია დილამდე ილაპარაკოთ, ისეთი რომელსაც საქართველოში ორი ვერ ილაპარაკებს. აბაზე თავს და მე სხვა რაღაცა მაინტერესებს.
გასაგებია ქალბატონი დენიზა სუმბაძე ვინ არის რა როგორა დენიზა სუმბაძე ყოფილიყო სიტყვაზე ვიზახი მაღაზიაში გამყიდველი სიტყვაზე ვიზახი და ეს ბიჭით ასეთი განვითარების ბიჭი კი არ ყოფილიყო ნოდარი საგაცა მუშაობს გლეხი ბიჭია სიტყვაზე მოდიან სახში ხო ასეთი ხცოვანი ქალბატონი და პიროვნება რომელსაც აი მე და ნერვები მოგვიშალა მე და იაკო რომ მივდიოდი ესე იგი არ აჩქარებდა მანქანას ძალიან აი კანონმორჩილი პიროვნება თავისი არსით ნოდარი რა და დეტა აჩქაროს მეუბნები რა უნდა დაეშევებია აი ქართველი კაცი რომელიც თითქოს ქართველი რომელიც დარწმუნებული ვარ სახში შემდეგ მივა სუფრაზე დაждდება ქართველი ქალის სადღერძოლო შეცვლავს განსხვავებული ანწით ქართულ გენს ქრისტიანობა ჩვენი პატრიარქს გაუმარჯოს და ესენი საერთოდ რისი წესრიგის დამცველები არიან რისი ქართველები არიან და დიდი ალბათობით ესენი ადამიანებიც არ არიან იმიტომ რომ დედა ასეთი მწოვადი ქალბატონი გადმოდის იმისათვის ეუბნება ფეხები და ხელები გაუხმეს კი არა რაც გინდა ის ყოფილიყო და ამ დროს ესხმიან აბა რა უნდა გააკეთოს დედამ უყუროს არხეინა პოლიცია როგორ ჯიჯგნის მის შვილს ჩემამდე არ დადის და ცოტა რაღაცა ადამიანური ხო უნდა იყოს მაშინ ბიჭო რა დედამ ხო გაგზარდა დედამ ხო გშობა არ ვიცი აი არამზადა სინდისი რო გააღვიძო ხილა უნდა გააწნაო ბიჭო მაგრამ ამათში ვერ გააღვიძებ სინდისს იმიტომ რომ არა სინდისი ხო და ამიტომაც ვერ გააღვიძებ ქალბატონ დეიზა თქვენ გაგიკვირდათ რომ ლომისის და ასეთ მიდიოდით რომ გალო არა თავარს გეტყვით ესენი თამარობის დროს პირდაპირ ყველაზე მეტად თამარებს დაუწყებენ დევნას და აწიოკებას ქეთევანობის დროს ქეთევანებს და წმინდანინოობის დროს ნინოებს ამოირჩევენ ესენი ებრძვიან ყველაფერს რა ჩვენთვის წმინდა ამათვის ეს ამაღლებული ზნეობრივი წმინდა არის ყოლა შეუთავსებელი ქალბატონო დენიზა ამიტომაც მე არ ვიცი რა ასე გაგრძელება ნახდათ აღარ შეიძლება თქვენისთანა ქალბატონს რომ ამას უძამენ ჩვენ აბა ჩვეულებრივად დაქოცავთ დღეში ძიში შეიძლება არც ისიც არ იყოს საჭირო უბრალოდ ჩვენი თმის ვარცხნილობა არ მოეწოდო და ჩვეულებრივად შეიძლება კონტროლით მოვკლა მე ამაში უკვე დავრწმუნდი ქალბატონი ვეღარ გადმოდის ხო ბატონო შალვა ვერასოდეს ვერ წარმოვიდგენდი მე შენ წარმოვიდგენდი რომ ასეთ რამეს გვაკადრებდა არა მეც მართლა ვერ წარმოვიდგენდი ვერასოდეს ვერ წარმოვიდგენდი რას ქვია როგორ დეჯახე როგორ არ მოგწონს მითხარი რაღაცა ან დამიწერე ან დამიბარე ქალბატონ დენიზა კაცი რომ მოსაკლავად ყოლიად გამოტებული აი ადამიანს ხო აი ან ეს არ რის ქალის მანდილი ანა მეცინება მანდილი რო ვინმე ჩააგდოს მანდილთან ერთად გათელავოს რა ჩვეულებრივა ეს ამათვის პირიქით აი ხარისთვისო წითელი ნაჭერია ისია გამაღაზიანებული სხვადასხვა ყველგან ქალებს წემენ ამ ბოლო დროს გამეტებულად ამათ საერთოდ აერია ტვინ არ ვიცი კალოდე ასე გაგრძელება ძალიან ძნელია და ბატონო შალვა ნება მომეცით რომ თქვენი კათედრიდან და თქვენი ტელეფონ დღევანდელი შეხვედრიდან მე მივმართო ჩვენ ხელისუფლებას თქვენი პოლიცია არის თქვენი ჯარისკაცები თქვენი სახის და ჩვენი სახელმწიფოს სახე და ეს არასოდეს არ შეიძლება იყოს საქართველო ეს არ არის საქართველო და ის ზეიმი რომელიც თქვენ გადაიხადეთ როგორც დამოუკიდებელმა საქართველომ და თავისუფალმა საქართველომ ეს არის გამოგონილი ზეიმი ეს პროექტი გარედან არის შემოტანილი იმიტომ რომ თქვენ თვითონ ქართველი კაცები და ქართული ხელისუფლება ასეთ პროექტს ასეთ მილიციას ასეთ პოლიციას ვერ შექმნის არ შეიძლება ეს არ არის საქართველო ეს არის უცხოური მმართველობა უცხოური ძალიან მიუღებელი ქართული ტრადიციებისათვის და აუცილებელია რომ საქართველოში აღდგეს საქართველო
აუცილებელია რომ ჩვენ ნამდვილი დამოუკიდებლობა მოვიპოვოთ და აუცილებელია რომ ქართელმა ხალხმა სწორად იცოდეს და ბოლომდე იცოდეს ვინ მართავს დღეს საქართველოს თქვენ დაგიდგებათ გვერდში მთელი ქართველი ხალხი თუ თქვენ დაუდგებით ამ პოზიციას გვერდით თუ თქვენ ნამდვილი საქართველოს სურვილი გექნებათ არა ქალბატონო გამორიცხულია შეუთავსებელია მაგაში ჩვენ გვაქვს სურვილი რომ თქვენ გქონდეთ იგივე სურვილი ხალხს ეუბნება ძალიან გულსაკლავი იქნება და ტრაგიკული თუ ქართველ ხალხს თუნდაც ჩემი სახით მე საქართველოს წარმომადგენელი და საქართველოს შვილი ვარ ხარც არ დაუჭერთ იმაში რომ საქართველოში აღდგეს საქართველოში უნდა აღდგეს საქართველო და ქართული ტრადიციები ეს არ შეიძლება სხვა მოვლენა და საქართველო არის უმაღლესი ტრადიციების ქვეყანა უმაღლესი მორალური ტრადიციების ქვეყანა და ეს რაც მოხდა ეს მოვლენა რომელიც მათი შექმნილია და ეს არის პროექტი ჩემ თვალში სრულიად ნათელია საიდან მოდის და მე გაუფრთხილდები მათ და არ დავასახელებ და ძალიან დიდი თხოვნა მექნება რომ საქართველოს ხელისუფლებამ განიხილოს ეს მოვლენა განიხილოს როგორც მორალური და როგორც პოლიტიკური მოვლენა ეს არ არის პოლიტიკა ეს არ არის პოლიტიკა ეს არის ბოროტმოქმედება და არ შეიძლება პოლიტიკა უნდა იყოს მორალზე დამოკიდებული მორალზე დამყარებული და უნდა გითხრათ რომ მე პირადად 19 წლისამ დავიწყე იდეალურ სახელმწიფოზე როგორც ფილოსოფიურ ფენომენზე მუშაობა და ევროპის საფუძველი ევროპული სახელმწიფოებრიობის კულტურა მოდის პლატონის ფილოსოფიიდან და მე მინდა გითხრათ რომ პლატონი არის ქალდეველების მოწაფე და მე მინდა გითხრათ ისიც რომ პლატონმა როდესაც დააყენა საკითხი იდეალური სახელმწიფო როგორი უნდა იყოს მან თქვა რომ ჯერ ერთი იდეალურ სახელმწიფოს იდეალური ადამიანი უნდა მართავდეს და იდეალურ სახელმწიფოში ადამიანები ბედნიერები უნდა იყვნენ და ის კულტურა რომელიც საფუძვლად ფილოსოფიურ საფუძვლად დაუდეს ევროპას პლატონის იდეალური სახელმწიფო დღეს ევროპაში კი არ სრულდება ევროპა თავის საკუთარ ფესვებზე კი არ ადგას ეს არ არის ევროპული სახელმწიფო იმან რომ ვიღაცა ევროკავშირის ერთ-ერთმა ქალბატონმა განაცხადა რომ ჩვენო არ მოეწონათ რომ ქართველმა ხალხმა მხარი დაუჭირა ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას და ჩვენო ქართველ ხალხს გამოვცვლითო ამის გამო ამ ქალბატონმა მე არ ვიცი წაუკითხავს როდესმე როგორი უნდა იყოს სახელმწიფო როგორ შეიძლება ჯერ საერთოდ დაუსვა საკითხი ნებისმიერ ქვეყანას ხალხის გამოცვლაზე მე გამოგცვლიო და შენ სამშობლოსო სხვა ხალხს დავაჩავასახლებო და ეს აკადრეს საქართველოს ხალხო ბატონი ბიძინა რომ მაგამ ბავს ახლა ცდილობს არავინ არ ცდილობს ისე ბატონი ბიძინა სხვაზე მეტად ცდილობს რომ რამენაირად გამოვხვალოთ ჩვენ ესე იგი ბატონი ბიძინა არის ნამდვილი ქველმოქმედი მას აქვს ქართული ოჯახი და ბატონ ბიძინას მე ვფიქრობ არ დაურღვევია ქართული წესები მაგრამ ის რაც თავს მოახვია შევარდნაძემ უნდა გითხრათ იმართება გარედან
და იძულებულია ეს ხალხი რომ შეინარჩუნონ ის ქართული ერის დაცვის ინტერესები, მათი ეროვნული ინტერესების დაცვის თუნდაც ის შესაძლებლობა, რომელიც მათ აქვს. ამიტომ ჩვენ გმართებს და გვიჭირს და გვჭირდება შევაფასოთ მსოფლიოს ახალი წესრიგი როგორც პოლიტიკა. ეს არ არის პოლიტიკა ადამიანებო. აღარ ვიდათ, გარედა რო გმართავენ. არა, არ შეიძლება სოფლიო პოლიტიკა, სოფლიოს ახალი წესრიგი, რომელიც მიყავს სიონისტურ მოძრაობას, ის დაფუძნებული გახლავთ როგორც მათ პირადად განაცხადეს, როდესაც რეგისტრაცია გაუკეთეს. ცალკე გადაცემას მე ხლა მინდა ჩვენს მაყურებელს ესე იგი ბიბლიაზეა დამყარებული, ანუ იმ ძირითად მორალულ პრინციპზე, რომელსაც ქვია არა კაცკლა. ბაზო, შენ არა კაცკლა არის შენი მანდატი და შენ კიდე ჯერ 8 მილიარდი ადამიანის განადგურება გინდა რაღაცა ვირუსებით და მერე გინდა რომ თან დენიზას უბაძეს და მიშულს დაეწყავს. ქალბატონო დენიზა, მე შემდეგში ჩვენ ერთ გადაცემას მოვაწყოთ მაგ თემაზე. დღევანდელი ჩვენი ეთერი საგანგებოა ის რაც მოხდა იმასთან დაკავშირებით ჩვენ მოვედით. გავიმეორებ თქვენ სიტყვებს, ნამდვილად ეს არ არის საქართველო. ეს არის სისტემა, რომელიც მიზანმიმართულად ანადგურებს ქართველებს. პირდაპირ 34 წლიანი გენოციდი მიდის ქართველი ხალხისა ქვეყანაში და მე პირდაპირ ვიტყვი, აი ეს სისტემის ნაწილია ზუსტად ის პოლიცია, რომელიც აი ესე ფაშისტურად მოექცა აი ამ ხნის ადამიანს და ასე ექცევა ნებისმიერ ქართველს ქუჩაზე. დღეს ახალგაზრდება მითხრეს რომ გვეშინია უკვე პოლიციის დანახვა ვერიდებით. ხო და მე ხო მომეცით საშუალება აუცილებლად მინდა ერთი რამ გითხრათ. მე გამოვაქვეყნე მანიფესტი, რომელიც ასე თავდება. ის ფაქტი აი როგორც მე მესმის და როგორც მე დაგიხატეთ მსოფლიოს ახალი წესრიგი ეს არ არის პოლიტიკა. და ის ფაქტი რომ ამ პოლიტიკის, რასაც პოლიტიკა დაარქვეს, წამყვანი ძალები ვერ ერკვევიან თავიანთ საქმიანობაში იმ დონეზე, რა დონეზედაც საჭიროა. მე გადავწყვიტე, უნდა გითხრათ და ლექსად დაუწერე ჩემი მანიფესტის დასასრულს. ჩვენ არაფერი ქართველებს არაფერი არ გვინდა თქვენს მიმართ გარდა იმისა რომ მოგეშველოთ და იმისათვის რომ მოგეშველოთ ჩვენ წავალთ ფშავში ფშავლების მთებში გავაცოცხლოთ უნდა მინდია ბალახების საიდუმლო უნდა ვისწავლოთ და უნდა ვიპოვოთ ის ბალახი რომელიც თქვენ გასწავლით ადამიანების სიყვარულს და ჩვენ ამას გავაკეთებთ თქვენ შეგაყვარებთ კაცობრიობას ოღონდ მოგვეცით საშუალება და მოგვისმინეთ სხვარიგად ეს მსოფლიოს ახალი წესრიგი არ შეიძლება რომ გაგრძელდეს ეს არ არის პოლიტიკა აუცილებლად აი აქ არის რამაზე მისი საზოგადოება რომელსაც მე ხემძღვანელობ სოფხედელობრივად აყენებს საკითხს სამართლებრივად რომ სოფლიოს დღევანდელი ახალი წესრიგი გაანალიზებული იქნას იურიდიულ დონეზე არის ეს პოლიტიკა შეიძლება პოლიტიკა იყოს კაცობრიობის ხოცვა ვირუსებით როგორ შეიძლება პოლიტიკა იყოს ბაქტერიოლოგიური ომები ეს შეუძლებელია ეს ცოტა დიდი თემაა ქალბატონო დენიზა ამიტომ ჩვენ მათ უნდა მოვეხმაროთ ჩვენ დაუდგებით მათ გვერდში და ვეტყვით ჩვენო მეგობრებო 26 საუკუნე გეფერებოდით და უნდა იცოდეთ რომ თქვენ ცდებით და ჩვენ მოგეხმარებით რომ თქვენ გადახვიდეთ ჩვენი დახმარებით ნამდვილ პოლიტიკაზე ეს არ არის პოლიტიკა ეს არ არის ადამიანების სიყვარულის პოლიტიკა
მოკლედ მოდით შევაფასოთ ცალკე ახლა მოკლედ რეზიუმე გავუკეთოთ ქალბატონ დენიზა ჩვენ მე პირადად ქართველთა დიდი გაერთიანება ამიტომ არის რომ მე თავს დამესხნენ მე სხვა არაფერი არ მინდა გარდა იმისა რომ კაცობრიობა უყვარდეს იმ სიონისტურ მოძრაობას რომელსაც დღეს შეუძლია მოკლედ მე ერთ რამეს ვიტყვი ან იმ პოლიტიკა დაარქვას კაცობრიობის 8 მილიარდის განადგურებას და საქართველოში შემოვიდეს ქართველ ხალხს აკადროს შემოუსიოს ვირუსები და ქართველი ხალხი რომელმაც მათ კარგი ძალიან ახლა ნერვიულობს ქალბატონ დენიზა ძალიან არის განერვიულებული შემოუსიოს ვირუსები აი ქალბატონო ერთი წუთით ახლა დავასრულო მინდა მოკლედ მე ერთ რამეს ვიტყვი ძვირფასო მეგობრებო საშველი აქ არის ერთადერთი ჯანსაღი ქართველი ერი უნდა გავერთიანდეთ რომ აი ეს ფაშისტური სისტემა დავამარცხოთ რომელიც 34 წელი ეწევა ქართველი ერის გენოციდს და აქ ერთი და იგივეა შევარდნაძე სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილი და თუ კი მოვა კიდევ ამ სისტემაში გაგრძელდება და ჩვენ ვერ მოუარეთ და ვერ დავამარცხეთ აი ეს სისტემა ახალი ბიძინა ივანიშვილი დაიბადება ახალი შევარდნაძე დაიბადება ჩვენ ერთად უნდა გავერთიანდეთ მადლობთ მეგობრებო ერთ სიტყვას დავამატებ ხშირად აი ქალბატონ დენიზასთან ერთად მინდა ხშირად იძახიან რომ ვიღაცას რაღაცა ეშლება და ამ შეცდომები უნდა გამოასწორონ არავის არაფერი არ ეშლება მიზან დასახურად მიდის ქართველი ერის გენოციდი საქართველოს ქართველების გარეშე მაგას ძალიან ადვილი ახსნა აქ იმიტომ შესანიშნავად იციან რომ თუ ქართველი ერი დარჩა ქვეყნის სახელმწიფო წარმომქმნელ ერად ბოლოს და ბოლოს სერიოზულად მოეთხოვებათ ამიტომაც საჭირო არის ის უმცირესობაში ან საერთოდ გაქრეს ხოლო გადამთიელებს რომლებსაც ესენი კომფორტულ სიტუაციას უქმნიან ისინი ლოიალური იქნებიან ხელისუფლების ასევე უმცირესობები და სულ ესენი იქნებიან მაგენი განა 1 წლით 10 წლით 20 წლით მოსვლასამე საერთოდ აპირებენ რომ აქ იყვნენ და ჩვენ საერთოდ გადავგვარდეთ კარგით ქალბატონო დენიზას მე ასეთი განერვიულებული არასოდეს არ მინახია გუნდა გაუგოთ ამ ქალბატონს გაგიჟებული იქნება შვილს კლავდნენ წააქციეს კიდაღავარ მოკლეს დაამატე რომ ამ ხალხმა რომ სამართალზე გველაპარაკებიან ჩემი მობილურიდან წაშალეს ყველა ყველა ფოტოები რომელიც გადავიღე დაკავების დროს სულ ყველა წაშალეს ხო ნუ წაშალეს ის დანაშაულებრივი მოქმედებები რომელსაც ეწევა პოლიცია რატომ წაუშალეს თუ სწორად იქცეოდნენ რატომ წაშალეს უნდა აუცილებლად გავიგოთ რომელ საათზე მოხდა ცინცაძის ქუჩაზე ეს ვინ მორიგეობდა ვინ იყო ის პატრული სანამშრომლები მაგრამ ფაქტია რომ ამ ხალხმა წაშალეს თავიანთი თავი მტკიცებულებები იმიტომ რომ მათ დაარღვიეს და ყველგან არღვევენ ისინი რატომ წაშალეს თავიანთი არაფერი სიცხილი ეს არ არის პოლიცია ეს არ არის პოლიცია ეს არის სისტემის დამსჯელი ბრიგადები მეტი არაფერი არ არის ეს აი რა დღეში ჩააგდეს აფრის დამსახურებული ქალბატონი აი ეს არის მათი სახე სიცხილი თქვენ ეგრეთ წოდებულო საქართველოს პოლიცია კარგად ზამთრობთ ბატონო დავით მომეცით უფლება რომ მივმართო ბატონ ბიძინა ივანიშვილს არ გინდა არაფერი არ შეიძლება კარგად ვეტყვი რამ კარგ სიტყვას ვეტყვი არ შეიძლება საქართველო არის ქვეყანა რომელსაც არ შეიძლება მართავდეს სოფლიოს ისეთი